დეზინფორმაციით გაჯერებული მორიგი რეზოლუცია პოლიტიკური შეფასებების თემა ნინო არღვლიანი გაგვეცნობს კომენტარებს. რასაი უკნევიჩიანეს ტყუილების პარალელურად მის მიერ დაწერილი რეზოლუცია რამდენად სარწმუნოა მართველი გუნდი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ევროპარლამენტის ქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად ევრობიუროკრატებმა უნდა აიღონ, რადგან დაუშვებელია ქართველი ხალხის დასჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვეღარ ბრუნდება დღეს. მართველი გუნდის პოლიტიკურმა ლიდერებმა რეზოლუციაზე საუბრისას ბევრჯერ ახსენეს ევროპული ღირებულებები, რომლისგანაც ევროპული სტრუქტურები ნელ-ნელა უფრო და უფრო იცლებიან. არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2012 წლებში ბოლომდე მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ხო, ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა. მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს მანვე თავად შეიტანა შესწორება, რომ ოპოზიციას მოუწოდეს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. აი ასეთ ხალხი გაღმერთებული ყავს აი ამ აკაცუკა ოპოზიციას, რომელიც მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს რაღაცა რელიგიურ სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასაი უკნევიჩიანი. ევროპარლამენტი ხო უკვე დაამსგავს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ეხლა ბრეჟნევიზაციის პროცესიც თუ უნდა დაიწყონ, ბრეჟნევიზაციის პროცესი 7 წლის არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა გაუვიდა უკვე კარგახანია და იმაზე ამბობენ, რომ უნდა იყოს აღიარონ ლეგიტიმური. ზოგადად აღნიშნული რეზოლუციები დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ჩვენ ვიცით, როგორი წერება ეს რეზოლუციები, ჩვეულებრივად ფულს იხდიან ამაში, გაჯერებულია ტყუილით, ეხლა რა რეზოლუციაზეა საუბარი, როდესაც გეუბნებიან, რომ მაგალითად სააკაშვილი, რომელიც ევროპულმა სასამართლომაც დაადანაშაულა და აღიარა ის, რაც აქვს მას მისჯილი, გეუბნებიან, რომ უნდა იქნეს განთავისუფლებული. ევროპული მომავალი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე დაფუძნებული, სამართლიანობაზე დაფუძნებული და დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისგან დაცულია. ევროპა ვერ იქნება იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელის გათავისუფლებას ითხოვენ. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაწერა, შალვა პაპუაშვილი ასე რეზოლუციის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს. შეუძლებელია ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ. პოლიტიკური კლიენტელიზმი აშორებს ევროკავშირს საბაზისო ევროპული ღირებულებებისგან, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. საქართველოს წინააღმდეგ რიგით მე-7 რეზოლუცია ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო, ავტორი რასაი უკნევიჩიანია და როგორც გითხარით, ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება. მადლობა ნინო არღვლიანს.